ჩვენ ახლა ვიმყოფებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სადაც უფრო კონკრეტულად კი უზუნთალის დასახლებაში, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ სტიქიის მთავარ ეპიცენტრს წარმოადგენს ახლა და სადაც მაცხოვრებელი ადამიანები უკვე მეორე დღეა შველას ითხოვენ. რა თქმა უნდა გაჩვენოთ კადრში, რა ხდება ახლა ადგილზე და ეს არის უბნის ტერიტორია, სადაც გადაადგილება არის ფიზიკურად შეუძლებელი და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები არის დატბორილი. ადამიანები საკუთარ სახლებში შესვლასაც კი ვერ ახერხებენ, ასევე კადრში გაჩვენებთ, რომ ავტომობილებიც კი არის წყალში ჩაძირული და გუშინ შემდეგ ვერ მოახერხეს ამ ტერიტორიიდან გამოყვანა. ეს ადამიანები, როგორც გითხარით, 2 დღეა რაც დახმარებას ითხოვენ, თუმცა ადგილზე არ გამოჩენილა ამ დრომდე არც 112-ის თანამშრომლები და არც გამგებლები, როგორც არც გამგებელი და როგორც ადგილობრივები ამბობენ, გამგებელთან რეკავენ, თუმცა ის უკონტაქტოა ამ დროის მონაცემებით. ადგილზე იმდენად რთულია ვითარება, რომ გვერდითა სოფლიდან ხალხის ევაკუაციაც კი გახდა საჭირო. გუშინ დაწყებულმა უხმა ნალექმა აქ ღელეები და მდინარეები აადიდა და ვეღარ გაუძლო კალაპოტებმა შემდგომ წყლის ამ რაოდენობას მასას და გადმოვიდა უკვე სავალ გზაზე, რამაც გამოიწვია სრული ტერიტორიის დატბორვა, დაფარვა. აქ ავტომობილებიც კი ვერ გადაადგილდებიან და როგორც გითხარით, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები არის სრულად დატბორილი. განსაკუთრებით რთული ვითარება ასევე გვერდით მდებარე სოფელშია, სადაც გითხარით, რომ 3 ოჯახის ევაკუაციაც კი გახდა საჭირო და ტრაქტორებით გადმოიყვანეს თავად ადგილობრივებმა მოქალაქეები, რადგან შესაბამისი უწყების თანამშრომლები ადგილზე არ მოსულან. ერთ-ერთი მოქალაქე სწორედ ევაკუაციის დროს, მაშინ როდესაც ის ცდილობდა, რომ პირუტყვი გადაერჩინა და საოჯახო ტექნიკა გადაერჩინა, ამ დროს ფეხიც კი მოიტეხა და ცოტა ხნის წინ ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ ამ ადამიანმა გითხრა, რომ სახლში 10 წლის მცირეწლოვანი შვილით არის ამ დრომდე დარჩენილი, თუმცა მის გამოყვანას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ, რადგან წყალი ძალიან დიდია გვერდითა სოფელში. ხალხი აი ამ სახლებიდან გამოყვანილია, მეზობლებთან ცხოვრობენ, რადგან პირველ სართულებზე ცხოვრება აქ არის უბრალოდ შეუძლებელი და სადაც ბევრად უკეთესი ვითარება, იქ იმყოფებიან ამ წუთებშიც და ეს ადამიანები ამბობენ, რომ მათ საჭმლის მარაგიც კი არ აქვთ დარჩენილი, რადგან სახლიდან ვერაფრის გამოტანა ვერ შეძლეს და ეხლა მეზობლების იმედად არიან დარჩენილები. რაც შეეხება ტექნიკას, რა თქმა უნდა, ტექნიკა არის სრულად განადგურებული, რასაც ახლა მაყურებელი კადრში ხედავს, ეს არის შედარებით ბევრად დაბალი წყლის დონე იმასთან შედარებით, რაც მთელი ღამის განმავლობაში იყო. ეს ადამიანები ითხოვენ დახმარებას, რომ ადგილზე მძიმე ტექნიკა მოიყვანონ და მძიმე ტექნიკამ კალაპოტების გასუფთავება შეძლოს იმისთვის, რომ წყლის დონე დაიწიოს. ღალი და გადიდებული იყო. მოზერი მქონდა სახში, წყალმა წაიღო. მაგას ვინდოდი რომ გადავაჩინო, გადავაჩინე. ერთი მოზერი მოუყალე, ორი ცალი ერთი ჩაფში მოუყალე, ციგანი. ერთი ცხარი მოგვდა და სახლი გარი დანგრეულია. აქ შემნახლის ოჯახი აქ ავცხოვრო. ხო, გადაჩენის დრო, ხო, კი. მე მეხმარა ერთი ეს ბიჭი არის და მაგის ტრაქტორებით გავზიდეთ ჩემი ოჯახი აქეთ გავგზავნი. აცხადებას ვაძლევთ, რომ მე მეხმარეთ, დამიხმარეთ, არა ვინ ახმარებს. აგე ყოცნება ხმა მივცეთ, ვის უნდა მივცე ხმა, აც მე აზრზე არა ვარ. რეცხი მანქანა, ტვანკრესლო, მაგიდები, რა ვიცი, ლოგინები, სულ რაც იყო, აი პირველ სართულში, რაც არის სულ ნავესის გასაგეთებულად მასალა მქონდა ნაღიდი. სარი პროფილები რგინა და სულ წავიდა. აი ერთმა ექსკლუატორი რო იქონდა და ზეგან გაჩერებული რო იყო წყალი. მაგას გააკეთებდა. რამე ჩვენ პირველ სართული აი აქამდე იყო. ძალიან დიდი წყალი მოვარდა, ყველაფერი გაგვინადგურა. შინაური ცხოველი, ცხვარი, ქათა, მინდაური, აღარაფერი აღარ გვყავს. ოთახებში სულ წყალია, მთელი მოსავალი გაფუჭებულია. ლობიო, პომიდორი, კიტრი, ყველაფერი განადგურებულია. ტრაქტორით მოგვიყვანეს აქ მე, ჩემი მეუღლე და ჩემი შვილები. ჩვენი სახლი ახლა საცხოვრებლად პრაქტიკულად უკვე უვარგისია. კალაპოტიდან გადმოვიდა ხევები. ახლა გადმოვიდა იმიტომ, რომ რიგ ადგილებში, სადაც შესაძლებელი იყო, წლების განმავლობაში არ იწმინდებოდა ეს მდინარეები. დატბორილია, ესე იგი სახლები, შინაური პირუტყვია დახოცილი, დამხმარე ნაგებობებს აქვს პრობლემა შექმნილი, ეზოებში დგას ლაფი, სახლებია, ესე იგი დაზიანებული. აქ უნდა გატარდეს სასწრაფოდ, შესაბამისი სამუშაოები უნდა დაიწყოს სასწრაფოდ და ამ სამუშაოებისთვის საჭიროა მძიმე ტექნიკა და არა რამოდენიმე ეს ექსკავატორი. აქტიურად მუშაობს სამაშველო სამსახური, აქტიურად მუშაობს მუნიციპალური სამსახურები, მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი, თუ იმ სათავეში არ მოგვარდა პრობლემა.
ადგილზე დასახლება უზუნთალში სულ ახლახანს გამოჩნდა სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, მაგრამ ადგილობრივები გვეუბნებოდნენ, რომ თავად კომუნიკაციის შემდგომ გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ცოტა ხნის წინ გიყვებოდით 10 წლის მცირეწლოვანი ბავშვი გვერდითა სოფელში საკუთარ სახლში არის ამ დრომდე ჩარჩენილი, ამის გამო ძალიან ბევრი შეტყობინების შემდგომ მოვიდნენ შესაბამისი უწყებები ადგილზე, თუმცა როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს კომუნიკაციის შემდეგ მათ დაუდასტურეს, რომ იქ ძალიან დიდია წყალი და ესენი ვერ შეძლებენ, რომ იმ ტერიტორიაზე გადაადგილდეს. ახლა საინტერესოა რას აპირებს ადგილობრივი ხელისუფლება და როგორ აპირებს ამ ადამიანების დახმარებას, იმიტომ რომ ხედავთ თქვენს ადგილზე რა ვითარებაა, რომ აქ ფაქტობრივად უბრალოდ ცხოვრებაც კი შეუძლებელია და ძალიან სახიფათოა ადამიანების გაჩერება და სავარაუდოდ ამ ტერიტორიიდან მათი ევაკუაციაც უნდა მოხდეს მშვიდობიან ადგილზე და ასევე აღსანიშნავია ის დეტალიც, რომ სანამ ამ დასახლებამდე მოვიდოდით, მანამდეც რთული ვითარება შექმნა. წყალდიდობამ თქვენს უსმენდით ცოტა ხნის წინ ადგილობრივების კომენტარს, რომელიც იმ ტერიტორიაზე ჩავწერეთ, ეს არის კაბალის გზაგასაყარზე, საზღვარზე, ესე რომ ვთქვათ, და იქ დიდმა წყალმა და უხმა ნალექმა დააზიანა ასევე ხიდებიც. ადგილზე ავტომობილების გადაადგილება იყო შეფერხებული, თუმცა იქ იმ ტერიტორიაზე გზის აღდგენას მიმდინარეობდა, მაგრამ ამ მთავარი სტიქიის ეპიცენტრში, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, როგორც გითხარით, არანაირი ღონისძიება ამ წუთებში არ მიმდინარეობს ამ ადამიანების დასახმარებლად. მადლობა დიანა სტიქიის ზონაში მუშაობას განაგრძობს ჩვენი ჟურნალისტი დამას მოვლენების განვითარების შესაბამისად დაუბრუნდებით.